ოზურგეთის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის მოხსენებით გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ნუგზარ ურუშაძეს გადასცა. სხდომაზე დროებითი სამანდატო კომისიის ფორმირების შემდეგ უმრავლესობის წარდგენით საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უკვე მეოთხედ დავით დარჩიას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით საკრებულოს წევრებმა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ 53 ხმით დავით დარჩია აირჩიეს. საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოსახლეობას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის და მათაც წარმატებული საქმიანობა უსურვა. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ მერია საკრებულოსთან, რომ ყველა ჩვენ ნავიჯი მათ ინტერესებზე იყოს გაფრინდი და მათი საჭიროებები იყოს გათვალისწინებული. გუშინდელ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გიორგი სირაძემ და ვლადიმერ ქვილორიამ, რომლებიც გახარიას საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად კენჭისყრაში არ მონაწილეობისა, როგორც ქვილორია ამბობს, ის უმრავლესობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და მუშაობას აპირებს. შევიკრიბეთ დღეს, აირჩა ხელმძღვანელობა, გვინდოდა დღეს დაგვეყენებინა საკითხი, მაგრამ შემდეგ საკრებულოს სხდომაზე იქნება დაყენებული კორუფციასთან მებრძოლი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. რას გადაწყვიტავენ? დღეს დავწერე განცხადება, რომ აგრარულ კომისიაში და ინფრასტრუქტურის კომისიაში ვითანამშრომლო მათთან ერთად. მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იქნება ჩვენ შორის, იქნება კრიტიკაც, ასე რომ იავარდით მოფენილი არ ექნებათ მომდევნო 4 წელი. აგრძელდება ჩვეულებრივად, ძირითადად იქნება საქმეზე ორიენტირებული. შევეცდებით, რაც მოთხოვნები იყო ამორჩევლებისაგან, ჩვენი პარტიის წევრებისაგან, ოზურგეთის მოსახლეობისაგან შევასრულოთ ყოველივე დანაპირები. გუშინდელ დავით დარჩიას წარდგინებით და უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დავით კიკვაძემ დაიკავა. ასევე მოადგილეები გახდნენ პაატა კიღურაძე და ტარიელ აროშიძე. ეს უკანასკნელი უკვე მეორედ. საკრებულოში დარეგისტრირდა 2 ფრაქცია და დამტკიცდა საკრებულოს კომისიები. აირჩა მათი თავმჯდომარეები.